ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოების საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის თუ ნებისმიერი სიტუაციის დესტაბილიზაცია საქართველოში რეგიონში არის ძალიან სერიოზული საფრთხე მთელი ევროპის უსაფრთხოებისათვის და ძალიან კარგად ესმით ჩვენ პარტნიორებს. უსაფრთხოების ერთ-ერთი უზრუნველყოფის ერთ-ერთი გარანტია არის სწორედ საქართველოსათვის სამხედრო დახმარების გაწევა, როგორც სწავლება, ბუნებრივად თავდაცვითი შეიარაღება, ტერიტორიული დაცვის შეიარაღება, რომელზეც საუბარია ლუგარის განცხადებაში. ბოლოდროინდელი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მოქმედებები, მათი რიტორიკა, განცხადებები, თუნდაც გუშინ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს და საქართველოს აგზავნის დივერსიულ ჯგუფებს დაღესტანში, ეს ალბათ აბსურდის რაღაც უმაღლესი დონეა. აი ყველაფერი ეს ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ საქართველოს რეალურად ემუქრება, ისევ ემუქრება საფრთხე რუსეთის მხრიდან და რუსეთს, ესე იგი რუსეთი არ დაკმაყოფილებულა იმ აგრესიით, რომელიც მან განახორციელა 2008 წელს. შესაბამისად, საქართველოს შეიარაღება განსაკუთრებით თავდაცვითი ხასიათის შეიარაღით, ანტისარაკეტო, ანტისაჰაერო და ანტისატანკო შეიარაღით არის აუცილებელი, გადაუდებელი აუცილებლობა და სწორედ ამაზე იყო საუბარი სენატორ ლუგარის გამოსვლაში. ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი პირდაპირ მხარდაჭერაზე შეერაღების, იმიტომ რომ ეხლა ამ წუთას ეგრეთ წოდებული თაფლობის პერიოდი აქვს დასავლეთ რუსეთთან, იცით რომ ავღანეთში ხდება 35,000-მდე შეერაღებული ძალების გადასროლა და ეს წლის პირველი ნახევარი 6 თვე რუსეთის გავლით ხდება გარკვეული ტექნიკური საშუალებების გადატანა, ეს 6 თვე მე არ მოველი რომ რაიმე პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა იქნება საქართველოს მიერ აღმოჩენილი. ფაქტია რომ ირანისა და ავღანეთის ფონზე ამერიკა დღეს პირდაპირ შეერაღებს საქართველოს არ ამგონია რომ მიაწოდოს.